ქუჩა რო არის გადაკეტილი, მაგას ვიძახი, იცი რა, მე მინდა რომ ამას ყველაფერს კანონიერი ის კონდეს, ეს არასანქციონირებულ მიტინგად და დასაშლელ მიტინგად არ გადაიზარდოს და მიტინგად საერთოდ არავითარი პარტიული და პოლიტიკური საფუძვლები ამას რო შემოიღოს, აქ ელემენტარულ გასაჭირზეა ლაპარაკი, რომელიც ბავშვებს ეხება, მოხუცებს ეხება, რომლებიც ვერ ადიან მე-16 სართულზე, წყალი არ მოსდით, რომლებმაც ადამიანური სახე და იერი დაკარგეს, იმიტომ რომ არ აქვს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, აი ამაზეა აქ ლაპარაკი და ამას ჩვენ მოვითხოვთ, რა. მოვითხოვთ და თუ არ მოვითხოვთ, ადრე თუ გვიან ეს რომ არავინ არ მოითხოვოს, ის ერი შევარცხვინე, რომელიცაც ამას საერთოდ აი ამას ამდენს აიტანენ. უკვე კაი ხანია, 9 წელია ვითმენთ. ხან იმის ბრალი იყო, ხან ზვიადიკოს ბრალი იყო, ხან მერე არეულობის ბრალი იყო, ხან ვიღაცის ბრალი იყო, ხან მერე ზუგდიდის ბრალი იყო, ხან მხედრიანის ბრალი, ხან აფხაზეთის დაკარგვის, ხან ომის. იცი რა არის, ჩვენ აღარ გვაინტერესებს ვისი ბრალი იყო და არ იყო. შუქი მოგცემ, რომელსაც ჩვენ ვიხდით. თუ არა და ჩვენ შევკრიბოთ, გვითხრან, რამდენი უნდა გადავიხადოთ და 2 მილიონიო, გასაგებია, მაგრამ 2 მილიონი თუ უნდა გადაიხადოს 1 მილიონმა ხალხმა, ესე იგი 2 ლარი გვაქვს გადასახდები, არა? და გადავიხდით რა. რა არის 2 მილიონი, ოღონდ მდიდარი გადაიხდის 200 ლარს, ვისაც არა აქვს, იმას მე ჩვენ გადავუხდით პაპიისად კაპეიკ, რაღაცა შევკრივავთ, ოღონდ მოგცენ, ვინც შუქის ფულს ვიხდით, ის ხალხი გაგვანთონ, არ გვინა ეს აზოტი, ბატონო, რომელიც წვავს სამჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე თბილისში ჭირდება. მოდი გავანათოთ ჯერ თბილისის ზამთარში გვასესხოს ამ ჯოხთა ბერიძემ თუ რა ქვია ვიღაცა ბერიძემ გვასესხოს ეს ფული და ზაფხულში როცა არ იქნება ენერგოკრიზისი გააუსტუმრებთ. ალიევმა გაგვანათოს, სომხებმა გაგვანათოს, მიკირტიშიან, ვინც გინა გაგვანათოს, პროჭიდან გამოიღონ ეს დენი და მოგცენ თორე დედას მოუტყნავთ მეთქი, მაგას ვიძახი მე და გავიმეორე.